כן? שלום. שלום. შვილო. ადონი ცხაკ. ბატონო იცხაკ. დებურმა დარეკა ამსტერდამიდან. ჩამოსვლის თარიღის დაზუსტებას უთხრა. ეინლობი შვილმა ლიაგია. აღარ არის საჭირო მაგის შემოსვლა. და სიმაში ბიგაშტი. გააკეთე რაც გითხარი. ძირფასო და სანატრელო ბაბუ ისაკ. მეხუთე წერილს გწერ, მაგრამ პასუხს დღემდე ვერ ვეღირსე. იქნება აღარც ახარ ცოცხალი. არა, მის დაჯერება არ მინდა დაგენაცვლე. მე ახლა ძალიან მიჭირს, ჩემო ერთადერთო, ჩემო სანატრელო, ჩემო ერთადერთო ბაბუ. მიჭირს სულიერად და მატერიალურად. თუ არ დამეხმარები, დაიღუპები, გეხვეწები მიპასუხე. მოუთმელად ველი პასუხს. შენი შვილი, ოთარი. Adonai, ღმერთო, შეიენახონ მეტა მართალი იყოს, რაც წერილში წერია. ბახურ ბემეთ. ეს ბიჭი ჩემი უდროოდ დაღუპული დათოშვილი აღმოჩნდეს. ითახენ შებიგლალა. ალბათ იმიტომაც დადიოდა საქართველოში ასე ხშირად. ლეითიმ გროდ. მადუალო გილა. რატომ დამიმალა? ამარლიში აითა. რატომ არ გამიმხილა, ოჯახით უყავდა იქ?
ლეა თაზმინი კარტის ეხათლეთისა ლეა, სასწრაფოდ შეუკვეთეთ ერთი ბილეთი თბილისის რეისზე. თიშმორალინო მერთო შენ ნიშნ თაზოლი შენ მომიმართ. აეროპორტიდან პირდაპირ გავეშურე ჩემი ბავშვობის ქალაქისაკენ. იმ ქალაქისაკენ, საიდანაც ოთარი წერილებს მიგზავნით. ისე რომ თბილისშიც არ შევიარე ნათესაების და მეგობრების სანახი. სადამალა მშობელზე აღმარაღი. კეთო. კეთო. გასკდა თავი ქალო რა უყავი არაყი? ვეღარ ვიტან ამ კაცის მას. მორჩი რა გაათავეს ბაზარი არ შემჭამა წაიღო ტვინი ამ კაცმა აღარ შემიძლია. რა დაარიგე? ნორიალე. რა უყავი ქალო არაყი? აი თავი. მოკვდი. ეგრე მოგიხდება. ზომა რომ არიცი არაფერში. ნაკლები უნდა დალიო ბესო, ნაკლები. ხომ ხედავ, აღარ შეგიძლია. შენს ლოთქმას მოუვარე. კიდე ერთი ანეკდოტი მოგეყვე. მთრალი კაცი სახლში შუაღამისას ბრუნდება. იმისი ცოლი თავის საყვარელთან დროს ატარებს. მეორე საყვარელი კი საწოლის ქვეშ ატყავს დამალული. მოიცა, მომისმინე ბესო. მორჩით ახლა. ჩემს ქმარს. კარგი რა ქალო, კარგი რა. მე თვითონ ვუყვები ანეკდოტებს, როცა საჭიროა. კარგი რა დაგემართა, ხომ არ შევჭამე ანეკდოტი მოუყევი. იღებ თუ არა მითხარი. 60 ავიღებ.
არ დააკლებს. უთხარი თავისთვის უნდა მე კი ვეტყვი, მაგრამ მაინც არ დააკლებს. ან ჩემ ფეხებს თუ არ დააკლებს. ცოტა ხანს განიცადა. მოლაშვილი დეს ვაკაცოლობს? დიახ, პირველ სართულზე როგორც კი ახვალ ხელმარცხნივ. მადლობთ. არის. კითხულობენ. ვინ არის რა უნდა? ისაკ ბოთერაშვილი ისრაელიდან. ისაკი? აქ არის? ოთარს ეძებს. ალაგესენი? შკარაკენი? ამიკო დაუმალოთ. ფორმაც შემინახოთ. შენი ნომე ბრანდები ქალო ფეხებში. ისაკი? მოაშორე ბოთლი მოაშორე. სერაბედი ქონია რა დროს წავიდა? აუ, როგორ დაღონდება? ისე სულ თქვენზე ლაპარაკობდა. ყოველ დღე წერილს ელოდა თქვენგან ყოველ დღე. აუ, როგორ ეწყინება? არ შეიძლება დეპეშა რომ გავგზავნოთ და ჩამოვიყვანოთ. დეპეშა? ჩამოვიყვანოთ? ჰეტო! შემოიტანე ქალო რამე. კაცი ნამგზავრია, მოშკიებული იქნება. არაფერი არ არის საჭირო ქალბატონო, ნუ შეწუხდებით. რომელ ქალაქშია? ბატონო ისაკ. ოთარი გაყვა მოხეტიალე ბრიგადას. დღეს რომ ერთ ქალაქში არიან, ხვალ მეორე ქალაქშია მოყოფენ თავს. აბა. კარგი. რა გაიწყობა? რა გიასია სხვა დროს ნახავ. კარგად იღარით. ბატონო ისაკ. იქნებ ბარათი დაუტოვოთ. ან სხვა რამის დატოვება თუ გნებავთ, შეგიძლიათ გვენდოთ, იმიტომ რომ ოთარი ჩვენს ოჯახში შვილივით ამიღებული. არა, პირადად მინდა ვნახო. თვითონ დაველაპარაკებ. ბატონო ისაკ. ერთი წუთით რა, ერთი წუთით. მე სიმართლე დაგიმალეთ. შენ გატყვეთ რაღაც. თქვენი შვილი კოლონიაშია. პატიმარია? დიახ. მე რა საჭირო იყო ტყუილი? პირდაპირ ვერ მითხარით? რა შეგჭირდათ? რუსეთი, მოხეტიალე ბრიგადა. მაპატიეთ რა კაცურად გთხოვთ. მაპატიეთ. ძალიან გთხოვთ, ცუდი არაფერი იფიქროთ. ოთარს არ უნდა და ეს ამბავი თქვენ რომ გაგეგოთ. მანქანა გაიტაცა. მანქანა? მეგობარი გოგონას გასასეირნებლად. არა, მართლა ასე იყო. აი, ახალგაზრდობით მოვიდა და არ დაუჯერეს. აი, რომ წარმოვიდგინე, შეიძლება არ გენახა და ისე წასულიყავით. არა, ბოდიში ვიხდი, ცუდად გამომივიდა. დამიწერეთ კოლონიის მისამართი. დაწერეთ. კი, ბატონო. კოლონია ხალაგარეთა. მივაგრებ. მურატ! არგეს მის ბიჭო. რაო, მამი. გასაღები მაიტა. რა პუნქტი იყო, მამი? ვინ იყო ის როჟა? რა, სეკრეტია? გეტყუნე. ბენზინი დარჩა? გეყოფა რა. შენ გეყოფა რა? დღედაღამ კარტის თამაში გაგონილად მო. კარგი რა მოკეტე.
ხარ? როგორ როგორ ახარ? უში მაგარი ბუხო ვიყავი, რამე ხო არ გაგე. გაიარე, მე მოგელაპარაკე. ჩვენში ეგრე? აზბეი. მოდი. ისმენ უფრო. ფატიმარი სალამბერიზე მომეყვანი. ეხლავე. კარაგენ. მოდი აქ შევირისთავო. დაჯექი. მოდი. ძაღლის ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა რა. რა ამნისტია? კაპიტან ბესობროსო, მართლა ამნისტია? უკეთესი. უკეთესი? ბაბუ ისაკი ჩამოგივიდა ისრაელიდან. მერე? აქ ჩემის გადანგრეულს $1000 ვთხოვდი, აქ ჩამოსვლას ხო არა? რა უნდა ვქნათ ახლა? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. რაღაცა უნდა ვიყონოთ. შენ ხომ ტრაბახობდი, ესავარო, ისავარო. საარტისტოზე არ მიმიღესო, დამჩაგრესო. რა არ დამჩაგრეს? დებილი ჩანჩხავა მიიღეს, მე გარეთ დამტოვეს. დაჩაგვრა აბა. ხო და თუ მართლა ეგეთი ნიჭიერი ხარ რა? ბაბუ ისაკი ნახევარ საათში თავს დაგიკრავს. აქ. ხო და ნახოთ. როგორ შეასრულებ მილიონერის შვილიშვილის როლს. ვერ შევასრულებ. მოიწი აქეთ. ვინ არის ეს კაცი? რა ვიცი, მიბძანეს და მეც მოგიყვანე. ისევ რაღაც შეგეშალოთ არა? რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ მე არავინ არ მაბადია ქვეყანაზე და ჩემთან არ შეიძლება ვინმე მოვიდეს. უკაცრავად თქვენ ვისთან ახ? მაწილო. სალამბერიძე თქვენ ახართ? დიახ, მე ვარ. რაშია საქმე? ეს სერილები თქვენი დაწერილია? დიახ, ჩემია. კი, მაგრამ თქვენ საიდან გაქვთ ეს სერილები? გასაგებია, თქვენ იქიდან ახართ არა, საიდანაც ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს აკონტროლებთ. აღარ გატოვდა ეს თქვენი პოლიციური იმპერიულ კორუმპირებული რეჟიმი. აღარ მოგბეზდათ ადამიანის სულში ბინძური ხელების ფათური. მომეცით აქ. მომეცი. დამიბრუნეთ ჩემი წერილები. მომეცით აქ. თქვენ არა გაქვთ ამის უფლება. მომეცით აქ, თქვენ უბრალოდ არ გქონთ ადამიანის უფლებებს. ჩემი წერილები. გამიმაროს ბალონდერი. დამიბრუნეთ ჩემი წერილები. მე თქვენ ამას არ შეგარჩევ. მე თქვენ პრეზიდენტი არ ვიყავ. როდეში ხარ ბიჭო შენ? რამე ხომ არ გეშლება? მე ისაკი ვარ, ბოთერაშვილი. აიმე. ეს რამესვის? ბაბუ ისაკ. ჩემო ძირფასო და საყვარელო ბაბუ. ბოლოს და ბოლოს ვეღირსა შენს ნახვას. გაგენაცვლე ბაბუ ისაკ. ჩემო საყვარელო ბაბუ. მოდი ერთი უნდა გადაგეხვიო. გულში უნდა ჩაგიკრა. მოდი ჩემო ბაბუ ისაკ. მოდი ერთი კარგად გადაგეხვიო. ჩემო ბაბუ ისაკ. ჩემო საყვარელო ბაბუ. ბოლოს და ბოლოს ვეღირსა ჩემო შეაღონე ბიჭო ეს კაცი. საყვარელო ბაბუ. ეს ხო ჩემი ბაბუა. ჩემი ერთადერთი სიძნახურცი. პირველად ხედავ ჩემ ცხოვრებაში, გესმის? პირველად ხედავ ჩემ ცხოვრებაში. დაწნარდინე. გესმის რა სიყვარულია ეს ჩემთვის. ჩემი ერთადერთი ბაბუ ჩამოვიდა. სად იყავი ჩემო ბაბუა ხევდი, სად?
რატომ უნდა გავზრდილიყავი მე უპატრონოთა სახლში? და რატომ უნდა სწავლობდეს ის დებილი ჩანჩხავა სამსახიობოზე? რატომ უნდა ვიყო მე ამ ჯურმულში გამომწყვდეული? რატო? რატო გოიმეტო ეს დაწარხენებული ბებიაჩუნ? რატო გატირე საბრალო ქავი? იმიტომ, ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბაბუ, რომ შენთვისაც და ლოთი მამა ჩემისთვისაც ქვეყანა მხოლოდ ქვენა გზნობების დაკმაყოფილების ასპარეზი იყო და მეტი არაფერი. რატომ გადულობ მოწილო ასეთ ლაპარაკს? რა კავშირი მაქვს მე? ლოთ მამაშენთან ან მეტარსენებულ ბებიასთან? გამაგიჟებს ეს კაცი. მე მეკითხება რა კავშირი ქონდა ბებიაჩემთან. დაგავიწყდა ცაცაკულაშვილი. შუშუს რომ ეძახდი. შენი გაისწორე და ისრაელში აითესია რა? ვითომ აღარ გახსოვს? მოიცა კმაძილო? ასე როგორ შეიძლება? თქვენს პრეტენზიებს და საბუთებას სჭირდება. აქ იმიტომ ჩამოხვედი რომ საბუთები მომთხოვოდა სასამართლოები გამიმართვა რა. დიდი მადლობა სასამართლოებით აიქამდე ვარ წავსე. საერთოდ წადი არაფერი არ მინდა შენ. დაივიწყე ჩემი არსებობა. წადი შენს ისრაელში. იმღერე ჰავანა გილა იცეკვე სემსოროკი. და მარტო მე და შენ გვეცოდინება რომ შენ კი სერძია ჩემი და ჩემი საბრალო ბებიის ცაცაკულაშვილის ცოდო. ჩემო ძვირფასო და სანატრელო ბაბუ. არ გეწყინოს ბატონო, ფსიხია. მაგარი. ვესაუბროსო. მე იმ პროფესორის დედამაგირე, ვინც შენს საარტისტოზე არ მიგიო. ეგრე მეცვატირი. ვარა ნახდად გაითამაშე ყველაფერი კინაღამ ამ აბღავლებს შენ მაიმუნი. კი მაგრამ შენ საიდან იცი მე როგორ გავითამაშე? ჭუჭურდანიდან გიყურებდი. ესე კი ხუთიანი? 4-იანი. პლუსი. შენ მაინც რატომ აკლებ ნიშანს? 5-იანი მაშინ დაგეწერება, როცა ბაბუ ისაკის მილიონებს ჩავიჯიბავთ. გასაგებია? დაჯექი აქ. ვითომ დაბრუნდება ბაბუ ისაკი? დაბრუნდება. შენ იცი მაგას მემკვიდრე არ ყოლია. ერთადერთი შვილი დაღუპვია. ავტოავარიაში. აბა. ეგეთ ჩემსავითო ბოლოღერი ყოფილა. შეგეცოდა? ბიჭო 5 წერილი გაუგზავნე. დახმარებას ეხვეწებოდი. პასუხის ღირსიც კი არ გაგხადა. შეეცოდა ვის, აქამდე რატო არ მითხარი? შვილი თუ დაღუპული ყავდა. ახალი სვოდკებია. მეც ამ დილით გავიგე. ახლა ამ საქმის დახურდაება $1000-ზე ჩვენი მხრიდან არ იფობა იქნება. საქმე მილიონებისკენ მიდის, სიმონ, მილიონებისკენ, გესმის? ეგრანაირად. შენ ისაკის მემკვიდრე ხდები, ჩადიხარ ისრაელში და ჯდები მაგის მილიონებზე. ისრაელში რამე? ფიჟია ჩემანა. ბიჭო, ისრაელში არ გინდა წადი საფრანგეთში, გადადი ამერიკაში, ვინა შენი დამშრელი? ქალები, ვილები, იახტები, ჭამე, სვი. მე ცოტა ხანში ვიზას მიგზავნი, ჩამოვდივარ, ისაკის მილიონებს ვიყოფთ და ცხოვრობთ როგორც როკფელერები. აბოე! ღალატი არ გაივლო გულში, თორემ იცოდი არ დაგინდობ. ჩემ შულს ხომ იცნობ, მურაც. კარგად. და ეფშენი ერთ დღეს შეიძლება გნახონჭერში ჩამოგიდებული. ნათურის მაგიერ. გასაგებია? გასაგებია. და ჭკუით იყავი. არის ჭკუით ვიყო. ისრაელი და რომ მოგიტყდე? მერე რა საფირე? ისრაელში ბაბუ ისაკი წერილს მიიღებს. გაიგებს შენ საფირისტობას და ჩაგაყუდებენ ვირების აბანოში.
ვერაფერს იტყვი. ყველა გზა მოჭრილი მქონია. მინდა არ მინდა, მილიონერი უნდა გავხდე. ფუ, ისევ შემეშალა. აბა მე გათავდეს ეს ბლანკობანა. მაშა კაცო, მაშა. ამასინა დავწერე. ჩამოვედი ბანკის გასატეხად და სასტუმროს დასაწვავად მეთქი. თუ გონია წაიკითხავ მე რამე. შენც არ მომენი. აბა კაცო, აბა. კიდევ შემეშალა. თუ ძმა ხარ, შემიწერე სოხე. ეხლა გადაიხსნის? ისაკ ძმაო. შენ აკაცო. როდის შემოხვედი? ისაკ. ჩვენ შეხვედრას გავუმარჯოს. შენ შემოსვლას ჩემს დახვედრას. გამარჯოს. არაც ცხენია ბიჭო. თბილისში გამოიარე და ჩემთან არ მოხვედი. ჰა? აბა დალია გიტირებ ხობას. შენ ინკოგნიტო ტექნები ჩამოსული რა? ფირმების საიდუმლო ინვესტიციები, ნოუ-ჰაუ, ლიცენზიებია. კაცო, გულზე ვარ გახეთქი. ვიღაც ლაწირაკი მწერს. გინდა თუ არა შენი შვილიშვილი ვარო. თუ 1000 ლარით არ დამეხმარები, იძულებული ვიქნები. საიდუმლო შენს მეუღლეს გავმხილო. შანტაჟს მიწობს. გესმის? აფერისტია ვიღაცა. ყოფას უტირებ, აქეთ არ დავაყრები ნოფული. ჩემო ძვირფასო სანატრელო ბაბუ. შენც აკაცო. შენც ამ საქმეზე ხარ ჩამოსული. კი, მაგ საქმეზე. აფერისტი ეს შობელძაღლი ვიღაცა. ყურებს ავახებ მაგ ვიკინდას. შენ როგორია ჩემო ვაჟა? თლად მასი არ უნდა იყოს საქმე. აფერისტია გეუბნები. ცაცა ხომ გახსოვს კულაშვილი? მრეცხავი ცაცა. აი შუშუს რომ ეძახდნენ მეცახელად. როგორ არ მახსოვს? მაგრამ შუშუ რა შუაშია? სწორედ რომ შუაშია ჩემო ვაჟა. და თუ კარგად გაიხსენებ, მიხვდები. მაინდა-მაინც ჩვენ რატომ მივიღეთ ეს სერილები. მაშინ ჩვენ მე-9 კლასში ვსწავლობდით თუ მე-10-ში ვეღარ ვიხსენებ. ის კი კარგად მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ბევრი აღარაფერი აკვდა. ახალგაზრდებს მაინც მიერეკებოდნენ და მიერეკებოდნენ გიგანტურ სასაკლაოს. ჩვენს ხშირად მივაცილებდით უბნელ ბიჭებს. ამხანაგოვის ვალის მოხდასთან ერთად ეს გაკვეთილების გაცდენის კარგი საშუალება იყო. აბა მოუწყდით ერთმანეთს. გამოდალებოს, ეგ. აბა გამცილებები, გამოჩაგეთ. საბათ, ხელს უგიშლით. ნახვამდის. გაუჩქარეთ. ნახვამდის, დედა, ნახვამდის. წერილები მოიწე. გამოდალებოს, მენა. აბიჯით, ჯარ. ერთ, ორი. არა მარცხნივ. არგია. არ მაგლა. გარება ფელაზე. ერთ, ორი. არ მაგლა. არგია. ერთ, ორი. ნახე ბიჭო ვინ მოდის? ნახე შუშუ ბიჭებო, შუშუ. სწორება მარცხნივ, სწორება შუშუზე. გარება მარცხნივ. გარება ფელაზე. არის კი მარცხნივ. გააჩერე ბიჭო თავი. გარება მარცხნივ. შუშუს გაჩერე, გაჩერე. გარება მარცხნივ. არ ვარგა, შუშუს გაუმარ. შუშუს ეგ. აბარაკი. ორი. ორი არის ხოლო. აბარაკი. ჩუმად. Back! How's the blood? How many shots? Sapone che c'è una trapenia. Როგორც ყოველთვის 11 საათზე და 00-ზე. კაია. აბა გამოდარ. არ შეგიძლიათ არა გომარ დააგვიანოთ. ჩადექით. თიშ მას.
გაინძერით ახლა. აბა, მოემზადე. სტალინი დღეგრძელე შენ. საურმა კოღუაშვილო. გადი ახლა გადი. გადი. გადი რომ გელაპარაკები. რათა მას? რა გინდა რატომ მაგდებ კლასიდან? იმიტომ რომ შენი სიმღერა არ შეიძლება, არა. ძმაკაცებში კარგად ბღერი ვარ. ისინიც შენნაირი მომღერლები იქნებიან. ძმაკაცებს ნუ მილანძღავ. საურმა კოღუაშვილო, გელაპარაკები გადი გარეთ. გადი მეთქი კლასიდან. როგორ მას? ბელაძე სიმღერას გვიშრი მოსწავლე ახალგაზრდობას. რა სიცინი შეხახამურია. გაგხეთქავ ნაკერავზე. რებს ბოდავ თუ იცი შენ? ახლა მოუხადე ბოდიში მთელი კლასის წინაშე. ბოდიშს არა, ფეხებს დაუკოცნია, მაცაჭამიას ამას. კოღუაშვილო, ახლა გაეცხრია გარეთ კლასიდან. და დაიდა შენი დუხი აღარ იყოს აქ. რა გინდა რა შამაცი? გადი გარეთ. სტალინ იდღეგძელე შენ. გადი მეთქი შეპროვოკატორო. იდღეგძელე შენ. სტალინ შენ მოგძახი საუკუნე შენ. ცუდად ხო არა ხართ მას? წყალი ბიჭები, სასტრაფო გამოვიცეყოთ, სასტრაფო. ადგილებზე, თქვენც კარგი ციგნები ხართ. აბა, დავიწყოთ თავიდან. შუშუ. ამაღამ შენთან მოვდივარ 11-ზე და 00-ზე. როგორც ყოველთვის. მოდი. თუ გინდა პოლიჯოხი თავზე გადაგამტვრიო. რა იყო საპონს მეც კი გიშოვნი. აღარ მოგბეს და ბებრუხანები. უხში. შენ მოუკვდი შენ პატრონს, დაიცავ ნახო მამა შენი. რაფერ ნახავ მამა ჩემ საპონი არა აგდა. მალე მომაწოდე. დაიჭისად. ამბაკო წამოიღე. მიდი ისეთ 3. ვაია დროზე. ბაზარში ისად? ბაზარში. დაგის ვაშლი. ეს წვრილი ვაშლი? ვერია. Ramagamo Maharei
ამაღო კაცი მოჭამხარ. გალო სახში იყავი. აჟალსა. ნელო რა ლამაზი ბიჭია. ხელი, შენ ამის ყიდოლი არა ხარ, გაიარე. ეგრე არის. რა არის და შედედებული რძია. შედედებული რძია ყო, მაწონია შევიდეს რა. ამერიკული შედედებული რძია, ერთი კოლზით ერთი ვედრო კეთდება, თანაც ყველაფრის წამალია. მაინც რისა ბიჭო? რისა და ამისა. აი, ვერ ყოფილა. ამეს. აი და. ჯერ ერთი ფუთე აწონე. ნახევარი. ერთი. აი, გჭირდება. ჭირდება? მამეცი. ისაკ. მოიტათო ფრაკი. ისაკ, ჩემი ძამიკო ხომ ხარ, მეც ეკვე რა. თავი დამანებე. აკვეთილებს უნდა ჩაუჯდე. ხო, გაკვეთილებს უნდა ჩაუჯდეს ბიჭი. ვაჟიკო, გეხმეტები რა, შენ მაინც მეც ეკვე. ნუ ჩქარო. აბა, ნახოთ, როგორ არის ჩვენი ავადმყოფი? სიცხემ ხომ არა უწია? თქვენ იყავით ჩვილო კარგად. ჯანდაბას ჩემი თავი. წუწუნი და ჩივილი გამოჯანმრთელებას ხელს არ უწყობს. აი რა მოგიტანე. ამერიკული შედედებული რძეა. ყველაფრის წამალია. როგორც კი ამას დალევ, მაშინვე ფეხზე დადგები. სადახარ ბიჭო, სადახარ. დადიხარ გარეთ, სანამ არ დაღამდება სახში არ შემოიხედა. რა ვიცდები, ეს დრამწრეო, ეს კედლის გაზეთიო, ეს ოლიმპიადაო, გადაგჭვირთეს. მიდი საჭმელი ჭამე. მიდი ეგერ მაგიდაზეა დატოვებული შენთვის. რას გევხარ ჩამოხმი, ჩამოდნი ძვალი და ტყავი ხარ ცარიელი. აი მე შენახვა სხვანაირი მოვლა გინდა. რა ძვალი კუნთები ვარ ცარიელი. შალტი. შენი დაგიჭირო ერთი. შენ გადი ბიჭო. ის დასინე იმ დღეს შემათხოვარო. შენი ეხლა რომელი ყური დაგისერო. სადაგადო ნიშანი შენ მამა აბრამის ბატკანო. ახ მამოიღე შენი. ვაიმე დედი, დანა დააგდე. ვაჟა, ხელი გამიშვი. არ მომეკაროთ, თორემ დავაგლეჭ ყველაფერს. მიდი ისაკ, მიდი, ყვერებით მყავს დაჭერილი, მიდი. დაუკენა, ბიჭო, უყურე.
ეს ხახამურიასათვის. ეს მასაჭამიასათვის. ესეც მამა აბრამის ბატკანისათვის. საურმა კოღუაშვილო. ხომ ხარ სიტყვის კაცი არა? ვარ, ვაჟიკო, გეხვეწები მტკივა, ვაიმე. ეხლა ყველა წინაშე უნდა დაიფიცო. რომ დღეის ამას იქით ისაკ ბოთერაშვილს ხელს აღარ ახლებ. კარგი, ხელს არ ვახლებ. დაიფიცე. გავაძლიერე რო პრესი. უჭერ. გამწდელი მამიდის სულს გეფიცები. რომ დღეის ამას იქით ხელს აღარ ვახლებ. ისაკ ბოთერაშვილს. და ვაჟა ნადარეიშვილს. გამომართვე. მოკლა. აბა, დაიფიცა ბიჭმა. თქვენი დასაცინით გავხდით თქვენა ბიჭრებო თქვენა. სალამი შუშუდეი. გამარჯობათ ბავშვებო. იტი ნუგეშინი აკავა. მოგვეცით კალათა, დაგეხმარები. ჩვენთვის არაფერია ამის ტარება. დიდი მადლობა ბიჭებო. დღეს მართლა დავიღალე. სკოლაში არა გვიანე? არა. მივასწრე. დიდი კაცები გაიზარდეთ. ახლა სკოლაში წასულდით. ნახვამდი შუშუდეიდა. წავედით ისაკ. ვის გაგონება აღარ მინდა. სკოლიაშვილო, რას ლაპარაკობ? არავინ გაიგონო. ერთი სიხარული მქონდა ცხოვრებაში და ისიც გაჩერდი, აღარ შემიძლია მეტი. სად მიდიხარ? ჯანდაბაში. სად მიდიხარ, სად? გაბრუნდი შვილო. რა მოხდა? ციალა, დაბრუნდი. ციალა. ეს უნდა ახლა ჩემ გულს. ასე უნდა გამლაძღოს ავატყოფიდე და რა მოხდა დედი? რა ბზიკმა უკბინა? გავკეცა ახტაჯანას მაგას. ტუტურაი. მაგ ტუტურაის მეტი რა გავაჩდა. ავიღე და ფქვილში გავცვალე. აბა რა მექნა? დედი, რატომ ქენი ეს? ფქვილში როგორ გადაცვალე? აბა რა მექნა, შვილო, რა მექნა? შრომობ, წვალობ, დილიდან საღამომდე არაფერი არ გამოდის, ხორცები მატდება ამათი სირცხვილით. როდემდე ვიყოთ ამათ კმაყოფაზე? კარგი ქალო. მეორედ არ თქვა, არა გცხვენია, რა მოგივიდა? კარგი ერთი შენიჭირი მე დაგენაცვლე, მეც ხომ აქ ჩემი თავმოყარეობა. გამოდი. ისაკ. ვაიმე, სად მიდიხარ, ვაჟა? არ გაუშვა. ვაიმე, მარინე, ვაიმე, რა მქნა უთხარი რამე. ვაიმე, ნეტა ფეხები მომტეხოდა და იმ ბაზარში არ წავსულიყავი მე თავმკვდარი. კარგი, სარა, არ ვარ გაქალო, ამდენი მოთქმა და წუწული. ვაიმე. ასე ჯანმრთელი და შიდობი დავმეოდი. დიდი მადლობა. კარგი რა, ქალო, წინინ უტაიღე. შენ ამ ფასად უკეთეს ფულს იყიდი? ნუ წუნებ. აბა ბიჭა, მოდი ნახე. ფქვილი კი არა, სმეტანა. 65 თომანი, 66, 67. მაინც რა ვიტული ვერ ახედავ? ვა! ეს რა ჩიტი მოფრედი ვებსო. ერთხელაც აიწიე რა. ერთხელ კიდე უჩვენები დაწნა. მოდი გენაცვალე. მოდი მოდელობისასთან, მოდი. რამე რო იყოს იკისრე? კმაყოფილი დარჩები. რატომაც არა, ვიკისრებ. ხავერ არის? ფული არის? ბოლომად. ხავერაც იქნება. სავედი? ნელსო, ერთი შახსენი. ამ ჩიტუდას ვასი ამოდებ, ეხლა დავბრუნდები. ერთი წუთი. კარგი იქნება.
თუ ამ სკივს წამოიღებ. სკივს? ჰმ. ბაშასნა. ეხლა აგერის ადიალაც გამოაყოლე. ადიალა? დასჭირდება. დასჭირდება. გამომაწოდე. ეხლა ჩქარა. მამე. ეს რას გადის კაცო? აღარ მერედი. დაიხალებნელო. ეს სად მომიყვანე ქალო? მოდი, კმაყოფილი დარჩები. მოდი. ეს რა ჩიმოვედი კაცო? სოტა. გელოდები. მოდი, მაგრამ ხوار გამოფრინდები. ეს არის ხავე რა მახსო? მომატყუე ხალო? არ მოგწევს წადი, მიგიჭერს. მომწონს კაცო, მომწონს, როგორ არ მომწონს. ეს რა საყინულია, კაცო, რა უნდა მოვახე? ეს სად დავდოთ? აგერა. სანჯალა სათანი. მოდი ბნელოს გული გაახარიო, ოღო ჩქარა, ხოიცი, ფქვილი უნდა გავყიდო. ადიალა გაშალე? გავშლი მაშ რას ვიზავ, კაცო. სადა მიდიხარ, ქალო? ეხლავე მოვალ. ვერ უნდა მიხვდე? ო, ჩქარა ქენი, მაგდეი დროს არა მაქვს. ისაკ, ხარჯო, ჩქარა ბიჭებო, ჩქარა მიშალე. რას მეკარა, გოგო? ლათიშე ბოზდან დარაკელა, გამიგეკალები. გაი ბიბნელო მახეში, ჰა? ჯორე, ჯორა არა ტროროლა. აბა ეხლა იქ ხუთი მოგვაწოდე. თუ გინდა ლამაზი დარჩე, გაიგე? მე ამ ხუთზე თოცხალი თავი დანდალტმობ. 2 ფუტი ქვიმიტებიცია. 1 ფუტი შეაფერისტო შენა. 2 ფუტი. 1 ფუტი შემართლა ბნელო შენა. 2 ფუტი, 2. მაიტა ლიმონკა. რა ლიმონკა, ბიჭო, შენა ჩქარა. რა გიქარა? გამიგაკალები. იძლევი თუ შემოგიგდო. რა გინდა, ბიჭო, რას უნდა მართლები? მიგოხრები ხარ. ექსკივრი რომ დასტყუე, იმისი შვილები მე დასტყუე, დასტყალი არ მომცა. 10-მდე ვითვლი და გაფეთქებ. მაფეთქებ კარგია. უხ შენი გამოიჭირე, მე ამიტი ხალი არა? უხ. მე გამომიჭერია თურმე. რას არ აგუნებ, ხალო? გაჭირებულს ხელი გაუმართე და მადლობის მაგიერია? ბნელო, 10-მდე ვითვლი და გაფეთქებ. მაიცა. აჰა, წაიღეთ, ჰალალი იყოს თქვენზე. ახალგაზრდები ხართ, თქვენ უფრო გჭირდებათ. ნელა არ დაგივარდეთ? ეხლა განიღებ გარები. ამ სკივს 1000 მონეტით უნდა მოაყოლო. ეგრემაში. მუსიკა უკან დაგიბრუნეთ. ფილცას არ გედავებით, თქვენი ფეშკაში იყოს. ფულს რაღაცი მედავებით, კაცო. ეს ჩვენი მორალური კომპენსაცია იქნება. რის კომპენსაცია, რა კომპენსაცია? ვიწყებთ ვლას. კაიცი? 1 2 3 4. კარგი, ეს 1000 მონეტის თქვენი ჭირის სანაცვლოდ იყოს. ვითომ რესტორანში დამიხარჯინია. გამოვართი. აბა, ეგეთები არ იყოს ბნელო. გადმოყარებული. ჩახეთქეთ. ეხლა გამიგეთ კარები თქვენ გოთვერდებო თქვენა. რაც ამთხოვეთ ხო მოგეცი. სხვა რაღაც გინდა. ვაი, ჩემი დედი. ეყოფა საკმარისია. ეხლა ამ ჭიქით ბავშვებო. მოდი თქვენ გაგიმარჯვებთ. დიდი კაცები გაიზარდეთ. მუდამ ასეთი კეთილები და ყურადღებიანი იყავ. არა, შუშუ. მოდი ეხლა ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს. შუშუს გაუმარჯოს, ისაკ. ჩვენ შუშუს გაუმარჯოს. შუშუ დეიდა, შენ ძალიან კეთილი და ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ. შენ ჩვენს ქალაქში ყველას უყვარ ხარ, შუშუ. და ჩვენ ძალიან გვიყვარ ხარ, შუშუ დეიდა. ისაკ, მოდი ამ ჭიქით. ჩვენი ქალაქის თვალს შუშუს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მოდი ვახტანგურად დავლიოთ ეს სადღეგრძელო. დავლიოთ. კარგით რა ბიჭებო. ნუ გამაწითლებთ. ამდენი ზღირსიც არა ვარ. აი. აჰა.
დიდი მადლობა. ასე წერი დაგეცალოთ, შუშუ. შუშუ, თუ ვინმე გაწყეინა არა? მითხარი და დედას უტირებ რა. ვიში ბაქია შენაა დააყოლე. შუშუ, უნდა გითხრა. ამან ერთი ისეთი ილეთი იცის მტერსა და ავს. ვაიმე. რა ილეთი ასეთი მაჩვენე რა ვაჟა. არა. ეს ილეთი მარტო კაცებზე ჭრის. ვაიმე, რატომ ჭრის მარტო კაცებზე? რატო მარტო კაცებზე? მაჩვენე რა ვაჟა, მაჩვენე. ისაკ უთხარი რა მაჩვენოს. ვაჟა, მიდი, აჩვენე. აჩვენე რა? საძაგელი ბიჭი ხარ. შუშუ, თუ გინდა ყოველდღე მოგიტან საპონს. სადი შევდიადი საპონში, ბაქია. შენ თუ გინდა ვიშოვე. ღობესაც შეგიკეთე. შეიძლია. შეშასაც დაგიკეთე. ყავათებს გიტარე. რასაც დამავალებ, შევასრულე. შენ მარტო მიბძანე, შუშუ. ვა, უკრავს. ხომ არ გვეცეკვა? ვაჟა. ვიცეკოთ? შუშუ, ვიცეკოთ? ვიცეკოთ? მოდი ისაკ. ალბათონო შუშუ გთხოვთ? შეყენჩილა შენა. ჰოპ. გამიშვი ვაჟა, ეხლა და გამიშვი. არ გაბედო. არ გაბედო. გამიშვი. ბიჭო, აიმე ხუმა. იცოდე და შეცვეთყო. გამიშვი. გამიშვი. აიმე. შუშუნი. ლავრენტი ვარ, ლავრენტი. საპონი მოგიტანე ხაბო. 11-დან 00-ია. რა მიყავი ბიჭო ეს? სირცხული მაჭამი არა. თავი მომჭერი ხომ? არ ყოფილ ხარ. სახლში შემოსაშვები. აი შენ. გაბუჭებო. გადახსირებ. ნუ მომიკალი ძმაკაცი. ორნი მოდი ხართ ერთზე. დედას კი. ხამარი, შამარი, მომეცი. გავშვი. გამიშვი. ვაიმე. რას ვიშვრები ბიჭო? მეც არა. რას ვიშვრები? მეც არა შუშუდე იდა რა. გამიშვი. ეხლა და გამიშვი. მე შეგიჩვენა წელი ეხლა და გამიშვი. ვაიმე. ვაიმე. გამიშვი. რას ვიშვრები? გამიშვი. შემოდი ლავრენტი. აჰა. გამომართვი.
გაგო ქალო Άντε καλοπέστε! Შეიპარით! ბაროტრო ხვედი! კომისარო დევდარიანო შუშუს ბანდიტები დაესხნენ ესენია ბანდიტები მოწმეთ სამოხვალ კაკო გაგიზდება დარეჯა. ძალიან უფრთხილდები? აი ლავრენტი მერე შეგვიპატიჟა თავის სახლში სადაც ამჟამად მარტო ცხოვრობს გაგვიშალა სუფრა და გაგვიმასპინძლდა დაწერეთ? ხო დავწერეთ ძალიან დარგი ახლა დაწერეთ რით გაგიმასპინძლდა აღარ გახსოვს რა ბებია შენი სამიერთვი მახსოვს ხო და დაწერეთ თუ გახსოვს ერთნაირად დავწეროთ თუ განსხვავებულად რაც ერთნაირად მიერთვით ერთნაირად დაწერეთ რაც განსხვავებულად როგორაცივდა რა გატირებს ქალო სადილად შენ კი არა იმათ აქვს საქმე რომ არ ვაწელს რომ მიარჭობენ უყარონ მერე მაგათ კაკალი აბა 8 წელი ამისთვის აბა რა გონია შენ ეს ჯგუფური გაუპატიურებაა გენაცვალე 8 შეიძლება არც აგბარონ აბა შენ ნორაფრის ნუ გეშინია აგერა მიშა დაზარალებულს ვამშვიდებდი უფროსო კულაშვილო შემოდი მოქალაქე კულაშვილო შემოდი მიდი აბა მოყევი ახლა რა იყო და როგორ იყო რა გიყვეს და როგორ გიყვეს რა იყო კაკოია უფროსო და არაფერიც არ იყო რაო მე არავის არაფერს არ ვუჩივი ეს ბიჭები სახლამდე კალათის აღებაში მომეხმარნენ მეც სუფრა გავუშალე ყველი გამოვიღე კარტოფილი ლეღვის შირი ესე იგი ლეღვის შირით რომ უმასპინძლდებოდი სახე მაშინ ჩამოაკაცრე რა ვუყოთ ახლა ხდება ხოლმე ცაცაია კულაშვილო იცოდი ამათ მაგიერ შენ ჩაგაყუდებ ციხეში ცირეწლოვანთა გაუპატიურებისათვის კი ბატონო ჩამაყუდეთ ჩემი ბრალია ყველაფერი ეს ხალათი არ უნდა ჩამეცვა არ ღვინო უნდა მიმეტანა მაგათვი რას ვიფიქრებდი ბავშვები მეგონეთ ყველაფერი ჩემი ბრალია კაკოია უფროსო ამ ერთხელ ვაპატიოთა რაც იყო მეც აღარ იზამენ ჯოი კარტია კეთილ შენი ხსენება არ იყოს ხვალიდან ქალაქში პირყვითელა დონჟუანებო აბა დაიკარგეთ აქედან ეგ ციგნები და სწავლა განათლება სულ დაგავიწყდათ არა ვაი თქვენს პატრონს აბა მოუსვით სახლებში
მეორე დროს უთენია გავარდით საავადმყოფოში. ჩანთები და ჯიბეები საპნით გავიტენეთ და შუშუსთან გავიქეცით მადლობის საფინალად. მაგრამ შუშუს სახლის კარი და ფანჯრები აფიცრული დაგვდა. მას შემდეგ ის ქალი აღარავის უნახავს ქალაქში. ახლა ხომ გასაგებია მაინც და მაინც ჩვენ რატომ გამოგიგზავნეს ეს სერილები. საქმე სხვანაირად ყოფილა. საკვირელია პირდაპირ. ამ პირდით ველაკმაწვილებმა ისეთი რა გაუკეთეთ იმ გამობრძმედილ ქალს, რომ მაინცსა და მაინც ჩვენგან ეყოლა შვილი. მაგას მე მეკითხები? როგორ ის მზანდება ეს ვაჟბატონი? სალამბერიდე. კი, მაგრამ შენი შვილიშვილი თუ სალამბერიძე რატომ უნდა იყოს? მას როგორი უნდა იყოს? ბოთერაშვილი. რატომ ბოთერაშვილი? მაშვილი. თუნდაც ნადარეიშვილი. კარგი, ვთქვათ ნადარეიშვილი ან ბოთერაშვილი. მაგრამ სალამბერიძე რატომ? იმიტომ ჩემო ვაჟა რომ ცაცას ვაჟიშვილი კი არ ეყოლა როგორც შეფიქრობ. არამედ ქალიშვილი. მერე შენი ქალიშვილი გაყვა სალამბერიძეს და დღეს შენი შვილიშვილი სალამბერიძის გვარს ატარებს. რა არის ამაში გაუგებარი? ის შემოისააკ რომ შუშუს ჩემგან ქალიშვილი არ შეიძლება ყოლოდა. მე მარტო ბიჭებს ვაკეთებ. კი, მაგრამ ხომ შეიძლება ჩემგან ყოლოდა ქალიშვილი და ის რაც წერილში წერია, ყველაფერი სიმართლე იყოს. თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად ეგ თითქმის შეუძლებელია. ჩვენ გამომძალველებთან გვაქვს საქმე. ვიღაცამ ვიღაცისგან გაიგო ჩვენი ბავშვების ამბავი და ახლა ფული უნდათ დაგვსინცლონ. ისე თუ გავს რომელიმეს, ჩვენი თუ რაღაც ხომ უნდა დახოლოდა ჩვენგან, ან ხმა, მიხვრა მოხრა, ან გარეგნობა. შედის თქვი ორივეს თუ გავს. იქნებ შუშუს ტყუპი ეყოლა, ერთი შენ დაგემსგავსა მეორე მე. ხვალ რომ მეორე შვილიშვილი გამოგეცხადოს, რა შვებია ბაბუისაკა? შეციტყვი რა. დაასხი, თორე გავგიჟდები კაცი. ერთი წუთით ვაჟა. რაღაცას უყიდი იმის. წამოდი თუ კაცი ხარ. და გამომძალოს გინდა ნობათი მერტო. მეორე ხელსარიელი ვეღარ ვიყო. ადი მარია რაც არ უნდა იყოს ხარ. რაც გინდა ქენი. ინებეთ ბატონო. მადლობს ხალბატონო. რამდენი მოგართვით? 23 ლარი. მაცადე გაჩერდი ისაკ რომ გეუბნები. მილიონი შენ ისრაელში ხარ, ისრაელში. ნუ გიყვარს ეს ყიდა ვარ მას. ამის მე მინდა უკიდო იმ ბიჭს. გაჩერდი. აგენაცვალე მამა. არის ის. კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ. აბუისაკ. თქვენ კოლონიაში მუშაობთ? გითხარით არ მუშაობ მეთქი. რა ქენით ნახეთ თქვენი შვილიშვილი? დიახ, ნახე. აი, მეორე ბაბუც მოვიდა. სასიამოვნოა. რაც უფრო მეტი ბაბუ ეყოლება პატიმარს, მით უკეთესი შემობატონო. თქვენ მიშაშვილი არა ხართ მილიციელი, სამნაირ ასეთ ულაშ რომ ატარებთ. თქვენ შვილიშვილის ნახვა გინდათ არა? შვილიშვილის? დიახ, გვინდა. პატიმრის ნახვა ახლა არ შეიძლება, კომისიაა ჩამოსული, მაგრამ რაღაცას მოგიხერხებთ. შესასრულთან დავიცადეთ. კაცო, ეს იმ მიშაშვილი არ არის კი გაურიძეს კუჩში რომ დასდებდა. ის არის, მას? საინტერესო. ოთარ. შენ იცი რომ მეორე ბაბუმაც მოგაგითხა. გითხარი ამ ნადარეიშვილს შევეშვათ მეთქი? რა უნდა ვქნათ ეხლა? მე მგონი საერთაშორისო სკანდალში ვყოფთ თავს. ბიჭო, ვინ იფიქრებდა შენი ბაბუისაკი ისრაელიდან აქ ჩამომსარდებოდა? მე მგონი უკან დახევა აჯობებს. აგინდა ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერს, შენ არ გამოგაჩენ. შეგეშინდა? ჭიში რა შუაშია? უბრალოდ გული მიგზნობს, აი ამ საქმიდან კარგი არაფერი არ გამოვა. ეგრე ჯობია.
წავედი მე ბაბუებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე. მოიცა. უკვე გვიანა. შენ ან სრობს იმატებ, ან მილიონერი ხდები. მესამე გზა არ არსებობს. რომელი გირჩევნია? სროკის მომატება მირჩევნია. რა გირჩევნია შეკრეტინო? ასეთი შანსი კაც ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში. ან იყენებ ამ შანსს და გადიხარ ამ ბარდაკიდან, ან სამუდამოდ რჩები ნეხში ჩაფლული. ასია ეს. გამომართვი. რა არის ეს? ებრაული სიტყვებია, საუბარში ჩაურთე, საქმეს გაგიადვილებს. ბოთერაშუც უნდა მიაწვე. რანაირად მივაწვე? ორი ღერი ებრაული სიტყვის იმედი? არგუმენტები მაკლია. რანაირად დავუმტკიცო, რომ მაინდა-მაინც მაგის შვილი ვარ. ყველაფერი მე უნდა გიკარნა, ხო? ბიჭო, იმან დაგიმტკიცოს, რომ არ ახარ მისი შვილი. ეხლა ნადარეიშვილზე ცხონა ვიფიქროთ, იმასაც ხო აქვს რაღაც უფლება. ბიჭო, ნადარეიშვილს რა ჭირათ უნდა ხარ შვილიშვილებით ადახუნძლული? გითხარი, ის აქ მემკვიდრე არ ახავს და ეს არის ჩვენი მთავარი კოზირი მეთქი, კაცო. გაიგეში უპატრონო. გაიგო, პატრონო. ხო და თუ გაიგო, ადგეს და გამოჭედოს თავისი ბედი. ეხლა ერთხელ კიდე უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილად ახარ საარტისტოზე მოწყობის ხილს. მაიცა. ისრაელში თუ მიშვებ, სამსახიობოზე როგორ მოვხვდები? და მიდი, ისრაელშიც არის სამსახიობო. მაცადებ ეს არიან უბრალოდ ცოტა ხნის. ხუთიანზე თამაშისთვის სათანადო განწყობაა საჭირო. როლში ხომ უნდა შევიდე. თქვენ მიბრძანდით, თქვენი ადგილი დაიკავეთ ჭუჭურტანასთან და მეც ახლა ვეგიახლებ. მიდით. სალამბერიძის ბაბუ. რომელია სალამბერიძის ბაბუ? მე ვარ. მეც. მე ერთი მითხრეს. შემიშვიურია, მაგრამ ისემა ჩვენზე იყოს. კარგი, შემოდით. მოდი. პაპუ ისაკს დავენაცვლე, რას მივაწერო შენი მეორე ვიზიტი? თუ შეიძლება პატარა ხალხს მარტო დაგტოვეთ. 15 წუთში შემოვა. ბაბუ ისაკ, რატომ მოხვედი? მე მგონი ყველაფერზე შევთანხმდით. რა, ბილეთების ფული გინდა აგინაზღაურო. სიუდაი აბრატნა, თბილისი, ტელ-ავივი. რომელი კურსით ინებებთ? ოფიციალური, საბაზრო თუ კომერციული? კონვერტირება ვალუტაში მოგართვათ თუ ლარი გაწყობთ, ჩვენებური, ეროვნული. ექსპერტი მომიყვანე? სისხლის ანალიზით გინდა დამივტკიცოთ არა, რომ არავითარი კავშირი არ გქონიათ ბებია ჩემთან. არ არის საჭირო ბაბუ ისაკს დავენაცვლე. არ არის საჭირო. ყოველგვარი ანალიზების გარეშე ვამბობ შენზე უარს. თუკნებოდ წერილობით დაგიდასტურებთ, რომ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია შენს უძრავ და მოძრავ ქონებაზე. ჩემო ბაბუ. უკაცრავად. თქვენი სახით ვისი გაცნობის პატივი მაქვს, ბატონო ჩემო? წერილები ხომ არ დავკარგე. მახსოვს, წელან ჯიბეში ჩავიდე. სასტუმროში ხომ არ დამჭა. ეს ვაჟაა ნადარეიშვილი. შენი მეორე ბაბუ. მართლა? რას მელაპარაკე? როგორ გამახარ? კი, მაგრამ ერთი ბებიის მხრიდან ორი ბაბუა? ამიტომ ხომ არ მოგდით, ბატონებო? თქვენს პრეტენზიებს დასაბუთება სჭირდება. ასე არ არის ბაბუ ისაკ. შეოჯახ აშენებულო, არ ახავს მე ოჯახი, არც აშენებული, არც დაშენებული. არავინ არ ახავს, არც ისრაელში და არც საქართველოში. მოგანოვარეული. დღეიდან საერთოდ სოფლიო ობლასტ ვაცხადებს თავს. რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდეთ, დამანებით, რა თავი? ვინ არის ეს ხო? ისე არ გეწყინოთ, ბატონო ვაჟა და ჩემზე რომ იყოს ბაბუ ისაკს მივანიჭებდი უპირატესობას. რაღაც უფრო მევასება საბაბუეთ.
იცით, ენით გამოუთქმელ სიახლოვეს აუგრძნობ. ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბაბუ ისაკ, იმედია პატივს დამდებ და უარს არ მეტყვი, რომ სამუდამო განშორებისას კიდევ ერთხელ გიამბობ. თუ ინტუიცია არ მღალატობს, ეს ხუთები ჩემთვის უნდა იყოს განკუთვნილი, არა? მართალია გული მატკინეთ, მაგრამ ასვიზა უკან ხო არ გაგატანთ. დიდი მადლობა. მადლობთ ყურადღებისათვის. ჩაო. Arrivederci. Bye bye. Auf Wiedersehen. Shalom. ისე ერთი ბლოკი მალბორო რო ჩამოგეტანა, რა გაკოტრდებოდი, შეკაიკაცო. არა, მართალია. ნამეტანი ხელმოჭერილები ვართ ეს მილიონერები. ტაქსი. ქალაქში ხო წაიბრუნა? ასხეთოთ. მოიცა, ის ჩემი ადგილია. შეცელკო მილიონერო შენ. რა შვებით ახლა? რაღაც ხომ უნდა გავარკვიო. რა შვებით და? მივიდეთ კიკაურიძესთან. კიკაურიძე ცოცხალია? მივალ და გავიგებთ. ყმაწვილო, სამების ქუჩაზე მივიყვანე. მომწონს ხომ იცი ეგ მამაზაღლი? ვაჟა, ურიგო ბიჭი არ უნდა იყოს. გასაგებია, გენების ყივილი, ენით გამოუთქმელი იმპულსები. არა, ისე ბიჭი არ დაიწუნება. შენ თუ მიაქცია ყურადღება ჩემსავით რომ მოისრისა ყური. შენ თუ მიაქცია ყურადღება შარვალი ჩემსავით ორჯერ რომ შეისწრო. მიხვრა მოხმითაც მე დამსგავსებია. სამაგიეროდ საზრიანობა ჩემი დახორია. სამაგიეროდ ტემპერამენტი ჩემი ნასყრებია. ერთი სიტყვით homo conglomeratus hebraeus cartvelus. რამდენი უნდა გადავიხო? გადმოდი, გადახტილია. როდის მოსარიგოს? იცის ბიჭმა. აი ვაჟა. გადმოდი. მადლობა. შენსაც მაინც არის შე. წამოდი. გაწევა თქვენ მიგნება. ჩვენ კაკო კიკაურიძის ნახვა გვინდოდა. კაკო კიკაურიძე? დიახ. მოგძალით ბატონო ჩემ. მოგძალით ბატონო ჩემ, მოგძალით. მამას თურები არიან შენთან. გამარჯობათ. დაგიმარჯვეთ. მამა გაიღვიძეს, თურები მოგიყვანენ. ვინ არიან? რა უნდათ? ვაჟა ვარ მე ბატონო კაკო, ნაგარეიშვილი. ეს კი ჩემი მეგობარი ისაკ ოთერაშვილია. ერთხელ თქვენ გმადლობთ. დაბრძანეთ. დაგვაპატიმრეთ კიდეც კონისრის დასმენით. არ გახსოვთ? მე ყველა კაცი მახსოვს, ვინც ერთხელ მაინც დამიპატიმრებია. ვიოლა, დაშტი გაიტანე. დაიწყე. ბატონო კაკო, დიდი ხნის წინათ ჩვენს ქალაქში ერთი მრეცხავი ქალი ცხოვრობდა.
ცაცა კულაშვილი. მეც სახელად შუშუს ეძახდნენ. ხომ გახსოვთ? აი ისეთი იყო ლამაზი. ჯამრთელი. დიახ. მხიარული. დიახ. არ გახსოვთ? ბიჭო, მე ყველა კალი მახსოვს. ვინც ერთხელ მაინც მეხულია, мама, უცხო ხალხია. ერთხელ მაინც დამებატიბრებია. ის ქალი მერე თქვენ ბატონო კაკო ქალაქიდან გაასახლეთ. რა ბედი ეწია იმ ქალს? შვილი ხომ არ ეყოლა? ვინა, ბიჭო, ეს ხალხი, საიდან მომიყვანა? მე გიორგი ნადარეიშვილის შვილი ვარ ბატონო კაკო. ეს ისაკია. ამისი мама ბატონო კაკო აბრამი ვაგზალში ვაჭრობდა ღვეზელებით. არ გახსოვთ? იმ ქალს თქვენ ერთხელ კარებით შეუმტვრიეთ კომისარ ლავრენტი დევდარიანთან ერთად. არ გახსოვთ? ის ქალი ჯერ მონასტერში აღიკვეცა. მერე ყაჩაღმა ბეხაიამ გაიტაცა ოსმალეთში. ის კალი არ დაშელია იყო. ბიჭო, არ დაშელია კი იყო, მაგრამ შუშუ ერქვა საკელა შენ მასავლი შეჩურჩუდო. ბიჭოს. წავედით. წავედით. ლაშქრია, წავედით. შევიდეთ სახლში. ოჯახი უნდა დამილოცოთ. მენერა. მენერა. რა იყო, კაცო, რა მოგივიდა, რა გაყვირებს? გაშალეს უფრა. გაშლილია, ბატონო, გაშლილი. არ დამიხეთ გაკული. მოგდაგეთ. ნუიზავთ. არა, ჩემო ბატონო, ახლა არა. ვეჩქარება ბატონო. სხვა დროს იყოს. სხვა დროს. სულაკია, ეს კაცი არ გაგიშვებთ. სხვა დროს გამოვიდი. სხვა დრო არ ვიცი ვე. ოჯახი უნდა დამილოცოთ. აბა, გაიარეთ ქალაქში ერთ აფერის არამზადას თაღლით სპეკულიაც ვერ ნახავ. სათლით რომ ეძებო. სანამ არ გავწმინდე ქალაქი თაღლითებისაგან და ხორცმეტებისაგან, მანამ არ გავედი პენსიაში. კარგი რა, мама, ნუ შეაწუხე ეს ხალხი. ას ნუ მიშლი შენ. იცოდე სამხალხმა ჩვენი ოჯახის სიკეთე, რა გვიკეთებია ცხოვრებაში. სხვათა შორის, უნდა გითხრათ რომ ჩემი შვილი სამთო ინჟინერია, საერთო საქმეზე ჩემსავით არის გადაგებული. წამყვანი სპეციალისტია, სადოქტოროს დაიცავს მალე. კარგი რა, мама, ნუ შეაღვონე ეს ხალხი. ნუ ხარ შენ შვილო თავდაბალი. აბა, გაგვიმორჩოს. ბოლომდე აპირეთ მომოცლას. ეგ რა არის? სამზარებს კიდე მაგისტრალს. უკაცრავად ვარ ჩემო ბატონო. თქვენ ამჟამად სად მოვაწეოთ? მოღვაწეო კი არა. მესამეს ლოგი დავამთავრე, ერთი კვირაა გამოვედი. ბოდიში ჩემო ბატონო, ბოდიში. ახლა კეიფიცავა დედაშვილს ვერ იცნობს. გიორგევიჩ, აბა, ალა ვერდი შენთან ვარ დაასხები ჯო. გამახრეითი ლელია. საიდები გამოცვალე. ჩემი ფალავალი ხარ ვაჟაბი? იქირქილე, შენ გერის მაგერა. ათმის ხორცი მომემ. ახლა. ედი. ახლა მოგა. არ გაწყვეტი ბატონო, ოჯახის ხვინოა. ახლა ბუდაო. მაცალე. მერტო შენიშვეთე. გამარჯობათ ხალხო. გამარჯობათ. იცოცხლეთ. ჩემ ძირა გემსახურო ჩემო ბატონო, აზე შეწუხებულ ხართ. დაიწყე. ახლა შენ დაიწყე. ქალბატონო დარეჯანი, ყურში არ ესმის, ნახეთ, ქალბატონო დარეჯან.
ჩვენ ბატონი ლავრენტის ნახვა გვინდოდა. ბატონ ლავრენტის თქვენ ვერ ნახავთ. ბატონ ლავრენტის გუშინ 15 წელი შეუსრულდა გარდაცვალებიდან. ვიზიერებთ თქვენს უხარებას. მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ ჭირი. მაინც რა საქმე ქონდათ ლავრენტისთან. ეგება მე დაგეხმაროთ. ბრძანეთ, რა უნდა გეთხოვათ მიცვალებულისათვის. გისმენთ ბატონო, გისმენთ. ქალბატონო დარეჯან. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ რა ხვალებს ამ ბატონს ამფერი არ მესმის. ამ 50-ოდე წლის წინ ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა მრეცხავი ქალი. ცაცაკულაშვილი. მეცახელად შუშუ. რა მქნარაფერი მესმის. ამოვიდა მოხ. შეყვარდი ძვალებიან გოგო. სხვათა თამაში ვერაფერი ნახე. ქალბატონო დარეჯან. 50-ოდე წლის წინ ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა მრეცხავი ქალი, ცაცაკულაშვილი. მეცახელად შუშუ. რა? ომის დროს ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა მრეცხავი შუშუ ყულაშვილი. სხვათა შორის ის თქვენს ოჯახსაც ემსახურებოდა. ხოდა გაგვაგებინეთ ბატონო შობა იმ ქალმა ბავშვი თუ არა? რა მინდა ვერტი ამ კაცს? შობაო, შუშუ. რაო? როგორ გავიდეთ იმ ბოზის ხსენება ჩემს ოჯახში? იმ გათახსირებულმა გამინწარა სიცოცხლე. იმან გამიშავა ყმაწვილ ქალობა. იმან დამინგრია ოჯახი. იმან გაუკეთა ჯადო ჩემს ქმარს. და გადარია ჩემი საცოდავი ლავრენტი. იმან მოინალა ჩემი სიხარული და სიყვარული. ქალბატონო, დაწმაგდით, ძალიან გთხოვთ. დიახ, ცუდად გამოგვივიდა იცი. ხარი, რა შარი ქალო? გასია ჯოხი. ხარი მომიხა. ვაჟა, აკეთე. აკეთე ღია, ჩარა. ეს რა გიქნები? კიდევ დიახ, დარეჯან. გოლი გადარჩით, აბა. ამისთან არაფერი მინახავს, ხარი მომტეხა ბიჭო. წამო ძმახა. მომწვიტაწი. ეს ვის გადავეყარეთ, ეს რა ტარტაროსის ხელში ყოფილა ჩვენი კომისარი. ივილი და ქალებში, აბა რა სიზავდა. სულთან ხომ არ გახდი ისაკ? ითხრა. უნდა მითხრა მას? მომენათა ეს მამაზაღლი. ვინა კაცო? ოთარ შუშუზე სალამბერიძე. ო, ჩემო ისაკ. შენ უკვე კარგი რაღაცებისთვის ხარ მომწიფებული. დღესვე უნდა ვნახო. ვინც არა? ეგრე. დაკახე. წავედით. ია. Эй, вы куда, граждане старики? Вин შემოგიშვათ? უკაცრავად ჩვენ ქალბატონო იცით? ვინ გაგიყურყარები? ვინ შემოგიშვათ? კარებელია იყო და შემოვე. ვახო, დებილია. უხაძიძე. პატიმრის ნახვა. რა დროს პატიმარენი ვიციციმო, უხაძიძე. ძალიან მალე გამოვალ ქალბატონო. Во-первых, Надя Света. А если не уйдете, вызову охрану. Дорогая Светунья. მართლა სერიოზულად არის საქმე. Чем дело? რა შესაქმე? ადამიანის ბედი წყდება დღეს. ბაბუას შვილი სიყვარული მოეწავ. Какое время сиყვარული? Уходите, тоже нашли время.
Сиყვარულმა время რომ არ იცის ქალბატონო სვეტა. Знаю, не хуже вас. Уходите. Сейчас же уходите, а то я вызову охрану. Уходите, ради бога. Лигамишвили, мачеლა ჩემი შვილი. თორემ დაუნტევ უკრებზე საერთოდ მივლეთ მოვლეწავა ქალობა. Я же говорил вам. Აი ამ კაცთან ახლა ხუმრობა არ შეიძლება. Он сейчас невменяем. Да, невменяем. Любовь, дорогая, любовь. Ну что, пьяные, თვალები ხართ? ცოტა დავლიეთ მეგობრებთან. რა არ შეიძლება? დამალაპარაკეთ თქვენს უფროსთან. არ შეიძლება, რა დროს რატომ არ შეიძლება? დამალაპარაკეთ თქვენს უფროსთან. დამასადეთ მე თვითონ დაველაპარაკებდეთ თქვენ თავს დააბრალეთ რაც მოგივათ. ბატონო კობა, შემოსასვლელში პატიმრის ნათესავები არიან. სკანდალეთ, რვუც საკვამ. პატიმრის ნახვას მოითხოვენ. გასაგებია. Гасагебия. Тих. Гасагебия. Сейчас я спрошу. Რა გვარია თქვენი პატიმარი? სალამბერიძე. ოთარი. დიახ, ოთარ სალამბერიძე. ოთარი. სალამბერიძის ნათესავები ყოფილან. დიახ. გასაგებია. ახლავე. მომეცით საბუთები. ახლავე, ქალბატონო. ახლავე მოგართებთ, ინებეთ. მე ოთარის ბაბუ ვარ. თქვენი? ესეც ოთარის ბაბუა. მე დედის მხრიდან ავარ. ეს მამის მხრიდან. ბატონო ვაჟა. დედის მხრიდან მე ვარ. ხო, შემეშალა. ეს დედის მხრიდან არის, მე მამის მხრიდან. ნაკლები უნდა დალიოთ, რომ არ შეგეშალოთ ვინ რომელი მხრიდან ახართ. გაიარეთ. თუ სიმართლე გინდათ გითხრათ, სასჯელს ის ბიჭი კი არ უნდა იხდიდეს. თქვენ ორივე უნდა იჯდეთ ამ კოლონიაში. რაშია ბატონო საქმე, რაზე დაგულანძღავთ, გაგვაგებინეთ, რა დავაშავეთ? რატომ უნდა მოხვედრილიყო ის ბიჭი დამნაშავეთა სამყაროში? რატომ ხართ გაჩუმებული? რატომ არ გინდათ რომ მიპასუხოთ? რატომ გეკითხებით? ყველაფერში თქვენ ახართ უფროსები დამნაშავე. სად არის თქვენი სინდისი, მოვალეობა, მშობლიური გზნობა, პატიოსნება? რა გინდათ ეხლა? რატომ შემემეჭერით ამ შუაღამისას? რა გინდათ ჩემგან რაც მოითხოვ? შვილი უნდა მაჩვენოთ. ვერ გაჩვენეთ. მე მოვითხოვ ჩემს შვილიშვილთან შეხვედრას. ბოლოს და ბოლოს კოლონია ეს თუ კაცრი რეჟიმის ციხე. ვერ გაჩვენებ. რატომ? იმიტომ ბაბუებო, რომ დღეს თქვენი შვილიშვილი კოლონიიდან გაიქცა. ისაკ. რა მოგივიდა ის? კარგი, არაფერი ნუ გეშინია. რა მოხდა? რატომ გაიქცა? კარგი თუ ძმა ხარ, დაკითხვას ნუ მომიწყობ საკუთარ კაბინეტში. აი, სამწუხარო ის არის, ჩემო ძვირფასო ბაბუებო, რომ ოთარი ორ კვირაში უნდა გაგვენ თავისუფლებინა კოლონიიდან. ახლა რას აპირებთ? რას უნდა ვაპირებდე? დავიჭერთ და ახალ სასჯელს დავადებთ. მაგრამ მე იმის შიში მაქვს, რამე უფრო უარესი დანაშაული არ ჩაიდინოს და მაგ ბიჭმა თავი არ წააგოს. აი, მე რას მიყურებ? გადავლებს ეს კაცი. მე ვთხარი გაიქეც მეთქი. შეგიძლიათ ხვალამდე არ გაახმაუროთ ეს საქმე. კაცურ სიტყვას გაძლევ. დილით პატიმარს ჩემი ხელით ჩაგაბარებ. ნუ გავაუბედურებთ იმ ბიჭს. ძალიან გთხოვთ, მაჩუქეთ ერთი დღე. ეხლა კაცმა რომ სთქვას, ამ საქმის გახმაურება არც მე მაწყობს. კი ბატონო. პატაკს ხვალდილამდე გავაჭერებ. ხვალდილას პატიმარი აქ გეყოლება. ჭირი მე შენ. კაცი ხარ, კაცი.
აი ეს ვაშბატონი მილიონერია. ვა, მართლა? მულტიმილიონერი. მოდი აქ. ერთი ძალიან საინტერესო იდეა მაქვს. მომისმინე, იქნება ამ კაცმა ჩვენთან ერთად რამე საქმეში გაიჩალიჩოს. იდეებ გაუფრთხილდი არავინ აკწაბნოს. დილით ვილაპარაკოთ. კაცო, რომელი შერლოკ ჰომსი შენამყავს? ხო, დილით ჩაგაბარებო რომ შეპირ. მე მაგას ვერც ერთ დღეში ვიპოვე, ვერც ერთ კვირაში. მაგას ჩვენს მეტი არავინ აყავს და გული მიგწობს თვითონ მოგწებნიც. აბა წავედით სასტუმროში. მადლობა შენჯი. კარგად განდევით. ვაჟა, ეგ ისეთი ბიჭი შანს ნომერში რო დახტოს არ გამიგონია. მე დავიარ ფანტაზიებობდი. ეცა მიყოლია რა. ვიდოშე? მაგრად უმუშავიეთ. შენს დოლარებს ეძებდნენ ალბათ. მაგ იდიოტებს გონიათ ჩემოდნი დავატარებ მილიონებს. ნახავ ეს ამბავი ოთარის გაქცევასთან თუ არ იყოს დაკავშირებული. ოთარი რა შუაში. აი ნახავ. ახლა გადი. რათა? გადი რომ გელაპარაკები. გელოდებით, რატომ არ გადი მეთქი რომ გელაპარაკები. ვინ გააკეთებს საქმეს და დირექტორს ვინ გასცემს ხვალე პასუხსა? მოგზავნილია ვიღაც. როდის იყო ნომერს შუაღამისას ალაგები? კარგი რა, ნერვებს ნიშნი. ეხლა მე მაგას მაგდოს თავზე გადავამდო. კარგი რა, მოეშვი. ოთარ. კარადაში რა გინდა ბიჭო? ხომ გითხარი მოგძებნის მეთქი? შერლოკ ჰოლმს. იარაღი საიდან? ჩუმად, ჩუ. პარტა გადაწია. ჩქარა. კარგი დაკეთე. ვინე? ჩქარა. გასაღები. მიდი. უფ. გაჩედა. ჩუმად, პარტა. ჩქარა ვაჟაბაბუ, ჩქარა. გაინჯერი ვაჟა. მუხმოვ. ოთარ ბაბუ. რა მოხდა? რატომ გაიგეთ კოლონიიდან? მომეციგე. მოდი აქ დაჯექი. გაგვაგებინე რა შეასაქმე. ბაბუებო, მაგრაცია, რამე გექნება? მაჭამეთ და ყველაფერს მოგიყვებით. მან რაღაც უნდა იყოს. ახლა. მოიცა? აბა ეხლა ვნახოთ რა მოგვიტანეს ბაბუებმა. ფვა! შეაფანდო სადაკავს ბაბუა. ნაშა მოუდან. მივაწვეთ მილცხოვრებას. უჩემოთ კიშკაო, ჯიგრებო. მაიცა. შენთვის განსაკუთრებული მაქვს შერჩეულ. მაიცა, კარპირი. მოიწია. დახუჭე თვალები, დახუჭე. აი ნამდვილი ბაბუ. არ გეწყინოს ბიჭო. რა გამომარ. ეს რა ეგრე ახლა. იუმორის ცნობა არ დაკარგე. სალამერიძე. გამოდი ჩემ. ამიტოვეთ, გაიგე? რა სიტყვით ბესო უფროსო? ხომ უკეთესად ჩავატარე მეორე შეხვედრა. მე მგონი 500-საც გამოვკარი ხელი, არა?
აი ნახეთ ბესო უფროსო თუ მართლა მსოფლიოში ცნობილი არტისტი არ გავხდე. ჯორჯიან სტარ, ოთარ სალამბერიძე. პირველ პრემიერაზე მთელი ოჯახით გეპატიჟებით. სხვათა შორის ფსევდონიმიც მაქვს მოფიქრებული. ოთარ სალამბერი. ერთი სიგარეტი მომაწევინე რა. გამარჯობათ კალბატონო ქეთო, როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? ჰოპ! საქვევრე 40 ამოგიღიათ. კარგია. ესე იგი შემოდგომაზე ახალი ქვევრის პროდუქციას ვაჭაშნიკებთ, არა? კრასავეც! ისე მართლა მაგარი რამე გამოვიდა, რა ბესო უფროსო. აი დღეს აქ კაბელს დავაგებთ და მე შეიძლება რა ექსპლუატაციაში გაშვება. ისე პირველი მწვადი, როგორც ავტორს მე მეკუთვნის. Привет. ოთარჩიკ. გამარჯოს. მე მგონი შენ ფირმა მანქანებზე ოცნებობდი, არა? ახლაც ოცნებობ. მე შე თესლა უარი რატო თქვი ოცნებაზე? მე? შენ აბა მე შენ დაბაზარო. თესლა, შეხვარო, შეჭამსებო. რა შენად გამოდი, კარგი, ეყოფა. სახეში მოუთმო. კარგებს. ბიჭო, ხომ გაგაფრთხილე? ხალატი არ გაივლო გულში მეთქი, რა არის ეს? გეკითხები, რა არის ეს? ბიჭო, ეს რა დაწერე? რა არის ბიჭო ეს? ებრაული სიტყვებია. ბიჭო, ეგ არის ებრაული სიტყვა. ეგ არის არტისტო შენა. მაგისთვის მოგეციე ქალ? წააკითხე საკუთარი ხელით დაწერილი განაჩენი. გელოდები. ბაბუებო, ძახილის ნიშანი. ეს ყველაფერი აფიორა. წადით და უკან აღარ დაბრუნდეთ. თუ როდესმე შეგხვდებით, ყველაფერს აგიხსნით. თქვენი შვილი წერტილი. შვილი ბჭყალებში არა? რისი ღირსი ხარ? თქვი ახლა რისი ღირსი ხარ შენ? რისი ღირსია და შამპურზე უნდა წამოაგო და შებრაწო. არა, ოთარჩიკ. ბედი შენი, რომ ეს წერილი ბაბუებს არ ჩაუვარდათ ხელში. შვილიშვილის როლს ისე გააგრძელებ, თითქოს არაფერი მოხდარიყოს, გაიგე? გაიგე, ბოზო. მანქანის გასაღები მომეცი. მანქანა მე მჭირდება, უნდა წავიყვანო. ელაპარაკები მომეცი რა, წუთში მოვა. კარგი. ადექი, რაც მოხდა. ეხლა თითო მათლაფა ჯიგრის ყაურმა დავათოხლაოთ და გავარდეთ კოლონიაში. წავედით. მართლა კოხტა ბუხარი გამოგივიდა ძმაო. პირველი მწვადი ნამდვილად შენია. აქედან მაინც დამცვი მანქანაზე. გიჟია შემანალა. კარგი, დაგსვამ. ოღონდ შენებურად არ შეუბერო. ვაიმე! სანახო არ გეტკინეს ბესო უფროსო. ამშობოდა მურატ ახანი მოითმინე. ვაიმე! იარაღი შეახვალო. იარაღი! მურატ! ეხლავე ჩამოგიправნით გუნავს. მურატ! ვაიმე ფეხი არ გაუშვა მურატ! Привет. მურატჩიკ. მანქანის გასაღები. მიდი, მამი გელოდება. მიდი. ჩადირე.
აიდა. Иди. Мето. Атакიშავე. არ გეწოდები? უხშენი. Adi. Иди რა. იდი. დაიქოკა. მადლობა ღმერთო. დაიქოკა. რაკენი კაცო, ეს რაკენი. რო დარჩეხებოდი, შევი ბრალი იქნებოდა რა. დისტანცია არ დაიცავიო, უკრიდან დამეჯახეო. ბღუპავ. ეს ფილმა მანქანა რო გიშოვია და ტრუკებს აკეთებ. მე ამ მანქანის გამკეთებელი ვიყავი. მე რაც მერჩოდი, ღირსიარე ხალხა კაცმა გადმოგიხოდა. ეხა მორჩი ბაზარს. მიდი გაიარე დროზე. აკიდა რა კაცო. მიდი. აკიდა. დროზე რა ჩადი. ეხლა ხო გამიშობ არა? მიდი. ხელები დაუშვი. მეკრება რა? დაუშვი ხელები. მოიცა. მოდი აქ. გეგვეცები რა. დროზე. გამიშვი რა. რა გიტა ჩემგან რა. განჯექი. დროზე განჯექი ჩემი. დაგზები. გამომართე. გამომართე. ხო. კარჩე ზაპაროჟეთში გიწვი. მე თვითონ მოგძებნი და გადაგიფორმებ. დავე შეუბერე. აკოკა აი ასე იყო ეს. ახლა რა საპირებ? რა ვიცი ბაბუებო. თქვენი იმედი დღავარ. პესო და იმის ნაშიერი ამაორთქლებენ. მოდი პოლიციაში შევატყობინოთ. ჩემო ისაკ, როგორ გეტყობა დიდი ხნის სასული რომ ხარ. სად არის შენი ზაპოროჟეცი? აქვე მეზობელ ქუჩაზე დავტოვე. ნუ გეშინი. როგორ მიხარია. აბოებო, კონი რაღაც ჩოჩქოლია მულაშვილების ბანაკში. გახსნილია ბაბუებო, შეგვიძლია დავიძრა. მომყე ისაკ. გამოტარე ერთი. არ დამიწყო ცერემონიები.
მაწვილო. არ გინდა ვაჟა, მაცალე. მადლობის სათქმელად მოვედი ბატონო ბესო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? შვილი მაპოვნინეთ. არ არის ეს თქვენი შვილი. უპატრონო ბავშვთა სახშია გაზრდილი. საბუთები დაგიბგიცებ. აფერისტია გელაპარაკებით. ვინ ვისი შვილია, ჩვენზე უკეთესად არავინ არ იცის. თანაც ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს გაწეული სამსახურისათვის და დაზიანებული კიდურის სამკურნალოდ. ამაგი არავის არ უნდა დაუკარგო. ესო უпросто. ბოლოს და ბოლოს ხომ გამოუკარი ხელი ხუთიანს. თანაც პლუსი. აგებარჩენ ამას იცოდე. ბესოია მულაშვილო. ამ ხმაწვილს თმის ერთი ღერიც რომ დააკლდეს, ჩემთან გექნება საქმე. დიახ. ისაკ ბაბუს დავენაცვლე. დაგავიწყდა რომ ციხის უფროსთან გაქვს პაიმანი დანიშნული. სიტყვა შესულება უნდა. ეს არის მოძღვარო. დებიუტზე მოწვევა ძალაში რჩება. გელოდებით. მთელი ოჯახით. აუ, დავაგვიანეთ. ტაქსი უნდა დავიჭიროთ. ჩემო ისაკ ჩვენ აქ ტაქსს ვერ დავიჭერთ. ასე რომ ისევ ამ დრანდულეტით მოგიწევთ ჯაგდა. არ სამბო, მაგას თავს ვერ მოვაკლევინებ, დამენგრა გულომწე. დავდაბანებით რა გინდა ჩემკა? ეს მაგანა ერთად ჩემია. მინდა ეს მულაშვილი არც ვიცი და არც მაინტერესებს. ხელი ნუ მომწე. ეს მაგანა. პატრონმა ზაპოროჟეთში გამიცვალა. რატო მაგერა? ბებიაშეს მოუღე. თulis. ეგრე იყო. დავდაბანებით რა გინდა ჩემკა? აბუებო. თუ დროზე არ წამიყვანეთ კოლონიაში პოლიციის დასაყვანი გავხდები. ვინც არა? ეგრე. დაგახელი. დაგიჟდი ვაჟა? შენ გაჩერდი. შენც გაჩერდი. აი მომენტ. დავით. ოისა. ამოდი რა გეუბნები. ოისა, არ შეიძლება. გამოადგინე. რა შვები, ბიჭო? სწრაფად. ჯო გავშიშდი. მოდი დაჯექი. რა შვები, ვაშა? დაჯექი და ვლაპარაკ. ბიჭო. წავი. მანქანა სიკაცე. დიდი ვაჟა, დიდი მიაწე. სწრაფად. ჩემი ოპელი. ეს გინდოდა რა? ზევიტავით, გეგდასუტილებ მე მაგას. რა ვიყავით? თუ თქვენი ბრალია ყველაფერი. ხომ გეუბნებოდით რა? დამწვი. ჩემოს. უკვე ხაჭაღებო, მინდა ვიბრუნებ ჩემს ოპელს ეხლა. რა ვიყავით ეს? დამტოვეთ არა ხელწარიელი. ხომაგარი ბიჭი ვარ. საუ აჯაბობ. კაცაჩუმ. აცკივადი. ავტოპირა. შუმახ. უკან გაიხედე, მოჩანსკან არის. ბუზისო დანა მოჩანს.
ახლა სავარცხელს გადავაგდებ და დღეც გაჩნდება. მიწიქით? ვაიმე, გვეწევიან. დააწექი, ვაჟა! მესამე კანარიკაც გამოჩნდა. ერთი შემახედე. აბა მესამე. ვაიმე, საჭე! საჭე, ვაჟა! საჭე ფეხით მიჭირავს. ვაიმე, ვაჟა! Ha ha ha!